დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 12 ივნისია, პარასკევი, ეთერში ერთსულუნების დილა, სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ თუ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 12 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ისააკ აღმსარებელს, დალმატის მონასტრის იღუმენს. ღირსი ისააკ აღმსარებლის ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. მას ასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, იმისათვის რომ გამცნოთ თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში. შემოგვიერთდება ზღვისუბანში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, 6 ივნისს ამერიკაში ვაშინგტონის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო პროექტი გაიმართა. ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკაში ქართული ტაძრისთვის შენობა-ნაგებობის შეძენასა და სულიერებისა და კულტურის ცენტრის დაარსებას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბას ლუცო კურთხევით განხორციელდა. ამჯერად ორგანიზატორებმა ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო და ქართული სტუმართმასპინძლობა წარმოადგინეს. მოკლედ, მარხვის დაწყებამდე მათ ქართული სუფრა თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული კერძებით სრულიად გააცნეს მისულ სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ მასალა სიუჟეტისთვის მოგვაწოდა ოპერატორმა გიორგი მელიქიშვილმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. გადაცემის მსვლელობისას კი აუცილებლად შემოგთავაზებთ სიუჟეტს. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი წარმატებით დაასრულა დავითიანმა 2025-2026 სასწავლო წელი, რომლის განმავლობაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები განხორციელდა. წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო პროექტი წიგნიერი ლიდერი. სტუმრებთან ერთად სწორედ განვლილ წელსა და წარმატებული პროექტების შესახებ ვისაუბრებთ და შევაჯამებთ. თემაზე საუბრობთ კი შემოგვიერთდებიან საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე, დავითიანის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქათამაძე და მოხალისე თანაფალიციტატორი ბარბარე სვანაძე. ასეთი გახლავთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. დარჩით ჩვენთან ერთად არ გადართოთ, ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი. შევტყოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად ზღვისუბანში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის მამა დავით დაგვრცით. დილამშვიდობის, ღმერთი შეგვეციოს. გაიხაროთ. მამა დავით, რაც შეეხება დღევანდელ დღეს პარასკევია, ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ დღეს ყოველთვის მივუვიხილოთ სახარების თუ რომელი თავი იკითხება, რომელი მუხლი და რაზე ამახვილებს ყურადღებას დედა ეკლესია. დიახ, ეხლა მოწევნად კვირას აიკითხება მათეს სახარება, მეოთხე თავის 18-23 მუხლები. საკმაოდ მოკლე სახარება არის, მაგრამ აი მოკლე სახარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შინაარსი დევს. საერთოდ გამორჩეული არის ყოველი საკვირაო სახარება ეკლესიის მამების მიერ განსაკუთრებული დაკვირვებით და აი ერმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება კიდევ უფრო მეტად, აი ამაზე არის გათვლილი და გამოყოფილი. და ბუნებრივია წინასწარ გააზრებით, ფიქრით, თუ როგორ უნდა შევასრულოს ყველაფერი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. უფრო მეტად უახლოვდებით მცნებების შესრულებას და რაში მდგომარეობს ახლა ამ სახარების შინაარსი. მოგეხსენებათ, როდესაც ქრისტე იწყებს თავის მოღვაწეობას 30 წლის ასაკში ის ჩადის მდინარე იორდანეში. მიდის იოანე ნათლისმცემელთან და ამის შემდგომ ამოდის რა მდინარე იორდანიდან, ბუნებრივია ახლა ყველაფერს ისე მიმდევრობით არ ვამბობ. იწყებს ის ქადაგებას უდაბნოში 40-დღიანი მარხვის შემდეგ და მისი პირველი სიტყვები იყო შეინანით რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველი სათაი და ამის შემდგომ იწყებს უკვე მოციქულების აყვანას, ეკლესიის დაკომპლექტებას, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უფალმა წინდაწინვე იცოდა რომ ის ჯვარზე გაეკვრებოდა, მისი მიწიერი ცხოვრება დასრულდებოდა ადამიანთა ამ მიუღებლობის გამო და აუცილებელი იქნებოდა ის რომ მისი ეს ასე ვთქვათ რაც მან მოაბრძანა დედამიწაზე ეს მადლი, სიყვარული, ახალი მცნებები, რაც უპირველესად სიყვარულს ეფუძნებოდა, ახალი აღქმა რომ შემდგომში მოციქულებს გაეგრძელებინათ და პირველ რიგში იწყებს ესე იგი მოციქულების აყვანას. ისე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ აი ადამიანები ისე ამბობთ რომ მე უნდა მივიდე ტაძარში და მოძღვარი ავიყვანო და რა თქმა უნდა აუცილებელია ის რომ ჩვენ მოძღვართან მივიდე და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ძირითადად მაინც მოძღვარს ავყავარ ჩვენ. მე კი მინდა რომ თქვა ეს მოძღვარი, მაგრამ თუ იმან არ ამიყვანა და იმან არ აიყო ჩემზე პასუხისმგებლობა, ისე არ გამოვა არაფერი. ანუ ორმხრივი უნდა იყოს ეს, რაც მოხდა ქრისტესა და 4 მოციქულის შემთხვევაში. აღნიშნულ სახარებაში მოცემული არის 4 მოციქულის გამორჩევა გალილეის ზღვასთან, ეს არის ანდრია და მისი ძმა პეტრე, იაკობი და იოანე, ანუ ძმები, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და უფალია სპეციალურად მათთვის იმყოფებოდა იმ პერიოდში გალილეის ზღვის კიდესთან და იარებოდა და როგორც კი დაინახავს ანდრიას და პეტრეს, ეტყვის მათ რომ გამომყევით მე და მე გაგცევ თქვენ ადამიანთა მონადირეებად და მათ მეხსეულად დაუტევეს ბადე და გაყვნენ ქრისტეს. ეს არის მორჩილების საუკეთესო მაგალითი, როგორც დაწერილია ბიბლიაში, მორჩილება იმთისა უფრო აღმატებულია ყველა მორჩილებას და ზოგადად მორჩილი ადამიანი ყოველთვის თავმდაბალია, ყოველთვის ბედნიერია, ყოველთვის წარმატებულია და ყოველთვის გონიერია, მაგრამ აი ეს მორჩილება, როცა უპირველესად ღვთის მორჩილებით იკვებება და აქედან გამომდინარე ვართ მშობლების მორჩილებით, მოძღვრის, მეგობრების და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე კარგი და კლასიკური გაგება მორჩილების და როგორც კი აი ეს მოწოდება მიიღეს ანდრიამ და პეტრემ, პირველად სწორედ მათ მოუწოდა ქრისტემ, დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ ქრისტეს. ახლა ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ არაფერი არ ქონდათ, ისინი ღარიბები იყვნენ, ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისი, ესე ვთქვათ, ნაჭუჭი, ყველა ადამიანს აქვს თავისი მისწრაფებები მიწიერ ცხოვრებაში. აგერ პეტრე მოციქულს ხედავთ რომ ოჯახი ყავდა, შემდგომში ხედავთ რომ მის ნეულს დიდებთან ქრისტე მიდის და კურნავს მას, მაგრამ უპირველესი, ყველაზე აღმატებული არის ღმერთი. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ხშირად ესე არის ხოლმე, რომ ჩვენ გონია რომ ერთმანეთს უპირისპირდება ღვთის სიყვარული და მშობლების სიყვარული, მაგრამ თვითონ მშობლის ყველაზე დიდი წარმატება
და ზოგადად ჩემი ოჯახის წარმატება ის არის, რომ მე უფლის მსახურებაში ვიქნები, უფალთან ვიქნები და მომავლის პერსპექტივაში, სადაც ჩვენ ყველანი გადავინაცვლებთ, ამ ცხოვრებაში ყველანი დროებით ვართ, წამისოფელია ცხოვრება. თუ კი, ესე იგი, ჩვენ ვიქნებით უფალთან, აი ჩვენ, ასე ვთქვათ, ქრისტიანების სასულიერო პირები, ხო, მთელი არსებით, მთელი სულით და გულით, ჩვენი ოჯახის წევრებიც შეიძლება ისევ ვერ არიან, ხო, ისევ ვერ დგამენ ამ ნაბიჯებს და ისევ ვერ ახერხებენ სულიერ ცხოვრებას. უფალი ისე გააკეთებს, რომ აი ამ ერთობაში ჩვენ საბოლოოდ ვიქნებით. აი ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებიდან მინდა გავიხსენო ესეთი ეპიზოდი, წმინდა პიმენ დიდის ცხოვრებიდან. ის და თავისი ძმები წავიდნენ მონასტერში. მათ დაუტევეს ყოველივე, როგორც აი აქ ხდება ჩვენ ანდრიასთან და პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედა ითმინა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჩასულიყო მაჩვილებთან და მოენახულებინ ესენი თუ როგორ იყვნენ და ხანგრძლივი ხვეწნამუდარის შემდეგ, უნებრივია ახლა ეს ბერობა კიდე უფრო მეტად უკიდურეს განშორებულობას გულისხმობს, თუნდაც ახლობლების არნახვას, ძველ დროში ესე იყო ყოველ შემთხვევაში. წმინდა პიმენმა უთხრა დედას, რომ რომელი გირჩევნი ამ ცხოვრებაში ეს დროებით გნახო, თუ მე მარადულად ერთად ვიყოთო და რა თქმა უნდა დედა დაფიქრდება იმ ყოველივეზე და უთხრა, რომ მირჩევნია მარადულად ერთად ვიყოთო და ამის შემდგომ ესე იგი ის ნამშვიდდება და გაუყვება თავის გზას და ეს მამებიც აგზელებენ თავის მოღვაწეობას და აი ეს ძალიან ისეთი მდგომარეობა არის, რომ კარგად უნდა გავიგოთ და როდესაც შვილს და ჩვენი ოჯახის წევრს უჩნდება იმის სურვილი, რომ ქრისტე შეუდგეს მთელი არსებით მას ემსახუროს, ადამიანებს დაეხმაროს, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი არ არსებობს და მოციქულებმა ეს გააკეთეს. იგივე იაკობმა და იოანემ იქ წერია, რომ მათი მამა ზებედე დატოვეს თავიანთი ნავი, ბადე და გაყვნენ ქრისტეს და ამიტომაც წმინდა წერილმა შემოგვინახა ზებედეს სახელი, რომ ეს დალოცვილი კაცი მამაც ეს უფლება მისცა, ნება მისცა და არ შეეწინამდგა თავის შვილებს, რომ ისინი ქრისტეს გაყოლოდნენ და რა არის ის მთავარი, რაც უფალს აძლევს იმის წინაპირობას, რომ ის ჩვენთან მოვიდეს და გვითხრას ჩვენ, რომ დატოვე ყველაფერი და მე გამომყევი. რა თქმა უნდა, უფალი ყველა ადამიანის გულის კარზე დგას და ყველას უკაკუნებს. უფალს უნდა, რომ ყველა თავისთან ყავდეს, ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, მას უნდა ყველა ადამიანის ყოვნება და გადარჩენა, ყველა ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ განსაკუთრებით უფალი მიახლება იმ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას და ჩვენ ხედავთ, რომ ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად სანამ ისინი ქრისტეს შეუდგებოდნენ, ისინი იყვნენ წმინდა იოანე ნათლმსემლის მოწაფეები და ისმენდნენ მის ქადაგებას, მის სწავლებას და როდესაც წმინდა იოანემ ხელი გაიშვირა ქრისტესკენ და თქვა, რომ ეს არის ის, ვინც მოგნათლა თქვენ სულიწმინდით, ეს არის მესია, ეს არის ჩვენი ღმერთი, მათ ესე იგი, რა თქმა უნდა, მათი ისევ და ისევ მათი მოძღვრის ლოცვა კურთხევით, იოანეს მისიაც ხომ ეს იყო, რომ ადამიანები ქრისტესთან მieყვანა. ისინი ტოვებენ იოანეს, ასე ვთქვათ, არა სულიერად და არა სიყვარულით, არამედ გარშემოწერილობით, ხორციელად და ისინი უკვე ჩადგებიან ქრისტეს სამსახურში და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წინასწარმეტყველი ებრაელების ისტორიაში იყო მალაქია, 400 წლით ადრე მოღვაწეობდა წმინდა მალაქია და ამის შემდგომ 400 წლიანი კრიზისი ჰქონდათ ებრაელებს, მათ ჰქონდათ ბუნებრივი მესიანური მოლოდინი და ყველა იმ ქადაგებელში თუ ვინმე იქნებოდა ეძებდნენ მესიას. და 400 წელი არავინ არ გამოჩნდა ისეთი და აი გამოჩნდა წმინდა იოანე ნათლმსემელი და ზოგს კიდევაც ეგონა, რომ ის იყო მესია, მაგრამ როდესაც იოანემ თქვა, რომ მე არ ვარ მესია, არამედ მისი მსახური ვარ, აი ამის შემდგომ უკვე მოციქულების გულში დაისადგურა იმ სურვილმა, რომ ისინი ქრისტეს მსახურები ყოფილიყვნენ და აი სურვილი გულში თავდაპირველად ყველას გვაქვს, რომ აი გვინდა რომ უფალთან მივიდეთ, ხომ ახსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ და ზოგადად რომ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღეს ხდება ეს სასწაული. ჩვენ ვდგამთ
ნაბიჯს ან ვიღაცა ხელს მოკვიდებს და მიგვიყვანს ტაძარში და აი ამის შემდგომ ვრჩები ჩვენ ეკლესიაში და მიუყვებით ცხოვრებისეულ გზას. მამდავთ მორჩილებაზე საუბრობდით წეღან და ხშირად ისმის ხოლმე ასეთი კითხვა, რომ თუ ჩვენ თავისუფლები ვართ, მაშინ მორჩილება რატომ არის აუცილებელი და საერთოდ მოდით გავმარტოთ, რას ნიშნავს თავისთავში მორჩილება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს კონკრეტულად ვინმე ადამიანის ასე ვთქვათ უხეშად დამონებას, ხო და უსიტყვოდ ყველაფრის შესრულებას. განმარტოთ თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით მორჩილება. ნუ ჩვენ ვართ შექმნილები, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ იერარქიაში უნდა ვიყო და გარკვეულ სუბორდინაციაში. ერთადერთი ღმერთი არის ზეიერარქიული, ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის არ არის ეს ბუნებრივია, რაღაც ეს მეტობა და ნაკლებობა და მაგრამ იმათ შორისაც არის ეს მორჩილება და სიყვარული, ხომ ჩვენ ვიცით, რომ ზეღმერთი დამორჩილდა მამა ღმერთს, იგივე სული წმინდა ღმერთს, ესეთი ჯერჩინება იყო ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის, რომ ზეღმერთი მოსულიყო ჩვენს გადასარჩენად და რა თქმა უნდა წინ და წინვა ღმერთმა იცოდა, რომ ესეთი საშინელი ვნება და სიკვდილი და ჯვარცმა და სიკვდილი ელოდა და უფალმა გააკეთეს ყველაფერი და თავისი მორჩილებით მოგცა ყოველას მორჩილების მაგალითი. სწორედ ამ მორჩილებაში არის თავისუფლებაც. აი ერთ ადგილას უფალი ესეთ რამეს გვეუბნება იოანეს ახარებაში, რომ თუ კი თქვენო ცოდვებს ჩაიდენთ, მაშინ ხდებით ცოდვების მონა. და როცა შენ უკვე ფლობა აღარა გაქვს საკუთარ თავზე და აი მაგალითად დღეს საკმაოდ გავრცელებული არის თამბაქოს მოხმარება. და ესე იგი ეს გახდა გარკვეული ჩვევა, ხო? და ძალიან ბევრი ჩამონათვალია ცოდვების, ვნებების და მიჯაჭულობების და ალბათ 90% თუ 100%-ს არა, ძირითადად არ უნდათ ხოლმე, მაგრამ არ უნდათ რომ მოიხმარონ ეს თამბაქო და მოწიონ სიგარეტი. იგივე სხვა ცოდვებთან მიმართებაში და ყველა ამბობს რომ ჩვენ ვერ ვანებებთ ამას და ჩვენ არ შეგვიძლია რომ ცოდვებს თავი დავანებოთ და ეს უკვე იმას ნიშნავს რომ გარკვეული აი ხშირი მოხმარების და ხშირი ცოდვების ჩადენის შედეგად ჩვენ ხვდებით აი ცოდვის მონებით და კარგავთ თავისუფლებას, მაგრამ თუ ჩვენ ღმერთს დავემორჩილებით მის მცნებებში ჩვენ მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომ მე მინდა ეს გავაკეთო, მინდა რომ მე მაგალითად ავდგე და ვილოცო, მე ამას გავაკეთებ, მე მინდა რომ ადამიანისთვის თავი გავწირო, ამას გავაკეთებ, მაგრამ თუ მე ცოდვების ტყვეობაში მყოფები, კეთილ საქმეებს მე ვეღარ ვაკეთებ. ძალიან მიჭირს უკვე კეთილი საქმეების გაკეთება და ხვდები ცოდვების მონა. მაგრამ უკვე თუ ზემან გაგათავისუფლო თქვენ, უფალი გვეუბნება სახარებაში, მაშინ ჭეშმარიტ და თავისუფლები იქნებით თქვენ. და აი ეს მორჩილება, ღვთის მორჩილება გვაძლევს ჩვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას. პირველ რიგში თავის უფალი თვითონ აი ეს სიტყვა გვიჩვენებს ჭეშმარიტ არს, თუ რას ნიშნავს ეს. მაშინ ვიქნები თავისუფლები, როცა ჩვენ გამოვალთ ჩვენი ეგოისტური, ჩვენი ამპარტავნული და ცოდვისმიერი ტყვეობიდან და დავიწყებთ ისეთ ცხოვრებას, რომელიც გულისხმობს სიკეთების გაკეთებას და ღვთისმსახურებას. და რა თქმა უნდა ეს ღმერთისადმი მორჩილება ღმერთის სიყვარულიდან გამომდინარეც არის. მე რომ მაგალითად მიყვარს ადამიანი, მე მას დაუჯერებ. მშობელი რომ მიყვარს, მას დაუჯერებ. მეგობარი რომ მიყვარს, მას დაუჯერებ და თუ სიყვარული არ არის, მორჩილებაც არ იქნება. ასე რომ მორჩილებასთან ერთად არის იქვე თავმდაბლობა, სიყვარულიც, ერთობის სურვილი. ესე იგი, თუ მორჩილება არ მაქვს, ერთობაც არ მექნება პიროვნებასთან. და ესე მარტოდ არჩები და იძახიება. მე თავისუფალი ვარო და რა თქმა უნდა, ესე ჩდები, ესე აცდები ჭეშმარიტების გზას. მამდავთ, როდესაც გვეუბნება მოგვიწოდებს უფალი რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ავტოთ ყველაფერი და შევდგეთ მას, ხომ? რა იგულისხმება ამაში? დღევანდელ დღეს ჩვენ დედა ეკლესიის მრევლს არავინ არ გვაიძულებს, ასე ვთქვათ, რომ დავტოვოთ ყველაფერი, ხომ, თავისთავად. რა იგულისხმება ამ ყველაფერში, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება და რა არის ის, რაც უნდა დავტოვოთ და შევდგეთ ქრისტეს და ქრისტესაკენ სავალ გზას.
ხა უპირველესად აღნიშნულ სახარებაში ესე ძალიან მოკლედ არის მოცემული თუ როგორ მოუწოდა უფალმა მოციქულებს და მათ როგორ დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ მას და სახარების სხვა ადგილას წერია რომ აღიღეთ თქვენი ჯვარი უარყავით საკუთარი თავი აიღეთ ჯვარი და გამომყევით მე და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და ამ ჩემი თავისუფალი ნებაში რაც შესაბამისობაში არის ღვთის ნებასთან ეს უნდა დავტოვო მე და რაც წინააღმდეგობაში მოდის ღვთის ნებასთან მე უნდა დავიწყო ბრძოლა რომ აი ეს ჩემი არასწორი მიდრეკილებები მიმართულებები შევცვალო მე და გავხდე ყოველდღურად უკეთესი ჩვენ ხედავთ მოციქულების ხოვრებაში რომ მიუხედავად იმისა რომ მათ ყველაფერი დატოვეს და ქრისტეს გაყვნენ მათ ძალიან ბევრი ასე თქვათ უსწორმასწორებები და პრობლემები ჰქონდათ სულიერ ცხოვრებაში შემდგომ და ესე მარტივი არ არის უცებ რომ მორწმუნე გახდე მათ რწმენასთან მიმართებაში ჰქონდათ პრობლემები იქ ბევრ რაღაცაში ვერ იყვნენ გარკვეულები აი მაგალითად იოანე ღვთისმეტყველს და იაკობს უფალმა ესე სახელები დასვა მოციქულებსო და ბანერგეს უწოდა მათ რაც ნიშნავს ქუხილის ძეები ამას ნიშნავს და მათ ჰქონდათ ძალიან მგზნებარე ხასიათი სიყვარული და როდესაც სამარიაში მიდიოდა უფალი გვახსოვს ბიბლიიდან რომ სამარიტელებმა არ შეუშვეს ქრისტე და მისი მოციქულები მათ მხარეში და იოანემ და იაკობმა თქვეს რომ უფალო თუ გინდა ჩვენ ვიტყვით რომ ზეციდან ცეცხლი გადმოვიდეს და შეწვას სამარიტელები და უფალმა უთხრა რომ თქვენ არ იცით რომ მისასულისანი ხართ ესე იგი მათ არ ქონდათ გაცნობიერებული ის რომ ქრისტე მოვიდა დედამიწაზე იმიტომ რომ ადამიანები აცხოვნოს და არ იმისთვის რომ ადამიანები დასაჯოს იგივე მათ ქონდათ იოანეს და იაკობს პირველობისაკენ დაუკვებელი ტოლვა და სწრაფვა და სხვა მოციქულებს არ მოეწონათ ეს და უფალმა უთხრა მათ რომ თუ გინდათ იყოთ პირველები იყავით ყველას მსახურები და შემდგომ უკვე უფლის ამ სწავლების შემდეგ ჩვენ ვხედავთ რომ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორი მიმართულება მიეცა მათ ამ ტემპერამენტულ თვისებებს რაც იყო თუნდაც აი ეს ელვისებური მანათებლობა პიროვნულობაში და აი ეს ესე იგი თავგანწირვა რაც ჰქონდათ აი განსაკუთრებით ამ 4 მოციქულს და ერთგულება წარმოჩნდა აი იაკობ მოციქულთან მიმართებაში ესე მოწამეობრივი აღსასრულის კუთხით ვამბობ 12 მოციქულიდან ვინც პირველად ეწამა იყო სწორედ იოანე ღვთისმეტყველის მა იაკობი რომლის შესახებაც მოთხრობილი არის საქმე მოციქულთაში ჰეროდე მეფე მის მახვილით მოაკვდინა და პირველ რიგში რა არის ახლა რომ შენ შეიცნო ჭეშმარიტება ჯერ უნდა გინდოდეს რომ შეიცნო ჭეშმარიტება ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში მიდის კურნებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სასწაულისთვის ბევრი ადამიანი მიდის ერთგვარი რაღაცა ნუ დღეს ძალიან პოპულარული გახდა ქრისტიანობა ეკლესიური ცხოვრება მაგრამ უპირველესად რისთვისაც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები სულიერ ცხოვრებაში ეს არის ღმერთთან ერთობის სურვილი და ჭეშმარიტების ძიება. თავად ჭეშმარიტება არის მაცხოვარი იესო ქრისტე ღმერთი. ვერავინ ვერ მივა მამასთან twinier ჩემს გარეშე. ვერავინ ვერ შეიმეცნებს სული წმინდას თუ ჯერ ქრისტესთან არ მივიდა, ხომ? ჯერ ღებულობ ჩვენ ქრისტეს და მერე მოდის ჩვენზე სული წმინდის მადლი. უპირველესად ჩვენ უნდა შევიმეცნოთ ჭეშმარიტება. მერე ესე იგი როგორც ვთქვით ღმერთი ყველა ადამიანთან მიდის და ეძახის მას, მოუწოდებს მას. ჩვენ აი მოწოდებას ყური უნდა დაუგდოთ, უნდა გავუყვეთ ღმერთს და აი ამის შემდგომ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ერთგულება. ჩვენ ხედავთ სახარებაში, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გადადგა ნაბიჯი ქრისტესთან ერთობისთვის, რომ მასთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ ვეღარ გააგრძელა მასთან ცხოვრება და მასთან მოძრაობა და მსვლელობა. აი, როდესაც დაიწყო უფალმა ქადაგება ზიარების შესახებ, წერია სახარებაში, რომ მრავალნი მოწაფეთა მისაგან უკუნიქცეს და დაუტევეს ის. აგერ ჩვენ ხედავთ იუდას მაგალითიდან, რომ მან ვეღარ შეძლო ბოლომდე გაგრძელება გოლგოთის გზაზე მსვლელობის და ბოლომდე უნდა ვიყოთ მასთან, ბოლომდე უნდა უერთგულოთ მას. მართალია ცოდვა პეტრე მოციქულმაც ჩაიდინა სამჯერ
უარყო ქრისტე და კიდევაც დაიფიცა მას არ ვიცნობო, მაგრამ მაინც გააგრძელა მასთან მოძრაობა, მოინანია და უფალი ყოველთვის გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ მიუხედავად ჩვენი ცოდვების და მასთან მოძრაობა გავაგრძელოთ. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში შევიცნოთ ჭეშმარიტება, მერე გავყვეთ მას და ბოლომდე უერთგულოთ მას და მისგან მივიღოთ ეს სწავლებები და უნდა ვიცოდეთ, რომ არასდროს არ ვართ სრულყოფილები. ხვალ უფრო სრულყოფილები უნდა გავხდეთ, ზეგ კიდევ უფრო მეტად და სწორედ ამაში არის ჩვენი სრულყოფილება. ასევე კიდევ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ვინც ეხა ეს მათ ესახარებაში რაც არის წარმოდგენილი, რომ ისე იგი უფალმა დაუძახა და ისინი ან 4 მოციქული მეხსეულად სხვა დანარჩენების შემთხვევაში ესე იყო გაყვნენ ქრისტეს. ბუნებრივია, მანამდე იყო კიდევ რა თქმა უნდა სხვა შემხებლობები და შეხებები ქრისტესთან. იქ ჩვენ ვიცით, რომ კანას გალილეაში ქრისტემ სასწაული აღასრულა, იქ თუნდაც იოანეს დამოწმება. ქრისტე იმთავითვე პოპულარული გახდა და ბევრ ადამიანს გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ტოლვა და სურვილი მასთან ერთობის. პირველ წოდებული ანდრია, ხომ? აი აქ არ ჩანს, რომ ეს პირველ წოდებულობა არ ჩანს ანდრიან შემთხვევაში, ზოგადად კი ჩანს, რომ პირველი არის, მაგრამ თვითონ ეს ესე დეტალურად არ ჩანს და როგორც კი ანდრია გახდა ქრისტეს მოციქული, რა გააკეთა მან? მივიდა თავის მასთან და ის მიიყვანა ქრისტესთან. იგივე როგორც კი ფილიპე მოციქული გახდა ქრისტეს მოციქული, თავისი მეგობარი ნათანაელი მიიყვანა და აი ამ სრულყოფილებაში თუ გვინდა ჩვენ მოხვდეთ ვართ რა ეკლესიის წევრები, სასულიერო პირები თუ მრევლი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვართ რა ქრისტიანები, ჩვენ აუცილებლად სხვა ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. ჯერ ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან და მერე სხვები უნდა მივიყვანოთ. სწორედ აი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რა ნიშნითაც უფალმა გამოარჩია თავის ეს 12 მოციქული, სწორედ ეს იყო. მათ ჰქონდათ სიყვარული მოყვასის და სიყვარული თავისი მეგობრის, თავისი ძმის და თუ კი მე ვარ ჭეშმარიტებაში, აუცილებლად ჩემი მეგობრებიც უნდა წამოვიყვანო ამ ჭეშმარიტებაში და აი ეს თითოეული ჩვენთაგან დღეს გვევალება, რომ ვიქადაგოთ ჭეშმარიტება. არა ჩვენი რაღაც ამბიონზე მაინდა-მაინც დგომით და იქიდან ქადაგებით, რა თქმა უნდა ეს ვისაც ევალება იმან უნდა გააკეთოს ჩვენი ცხოვრების წესით. როგორც უფალი გვეუბნება ყველა თავის მორწმუნეს ახარებაში, ამით ცნან ყოველთავით არმე ჩემნი მოწაფენი ხართ, რაითა იყარებოდეთ ურთიერთარს. ჩვენი უპირველესად სიყვარულით, მოთმინებით, სიმშვიდით, გვერდში დგომით და იმ რაღაცა დაბალანსებით, აი ემოციების, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას უნდა უქადაგოთ ქრისტიანობა და სწორედ აი ეს იქნება დიდი ტალღა, რომელიც სხვა ადამიანებს გადაეცემა. უფალი გვეუბნება, ჩვენ თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი, ხომ? უკვე თუ მარილი კი განკარდეს, რაითა მე დაიმარილოსო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ სახარების სხვა ადგილას წერია, რომ ესე იგი ეს 4 მოციქული, ანუ აქეთ 2 ძმა, იქეთ კიდევ 2 ძმა და ისინი იყვნენ ზიარნი. ანუ თუ ისინი ვერ დაიჭერდნენ თევზს და ისინი დაიჭერდნენ, ამათ უყოფდნენ. აი ეს ლუკმის გაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ პრინციპითაც და ამ ნიშნითაც აარჩია ქრისტე მოციქულები. მერე ჩვენ საქმე მოციქულთაში ხვდება, რომ ესე იგი მოციქულებს პირად საკუთრებაში არანაირი ქონება არ ქონდათ. მქონდათ საერთო რაღაცა ბიუჯეტი, მოდი ესე ვთქვათ, და ვისაც რა დაჭირდებოდა, იმას აძლევდნენ და დღესაც ესე უნდა გახდეს, ხომ? აი თვითონ მეგობრებში, ახლობლებში, თვითონ სასულიერო პირებშიც, ხომ? ეს თანაბრად აი სიყვარულის და იმ რაღაც შემოწირულობა იქნება თუ უფლისგან აი ამ რაღაცა ძღვენის მიღება, რომ თანაბრად იქნეს ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი სიმდიდრე და ყველაზე მდიდრული სასახლე, ასე ვთქვათ, რომლის შენობაც აქედან იწყება, გველდება უკვე გარდაცვალების შემდგომას, რომ დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ აქ რამდენად ვიღვაწებთ, ვიშრომებთ და შესაბამისად როგორი გაგრძელდება ჩვენი ყოფობა უფალთან შემდგომ, როდესაც გარდავიცვლებით. დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და მიმოხილვისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. ერთად აღვავლინოთ უფლისაერთებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო.
დილა მშვიდობის ამას ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ ერთსულოვნების დილა სოფიო კუჭავასთან ერთად, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. გეტყვით, რომ 6 ივნისს ამერიკაში ვაშინგტონის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო პროექტი გაიმართა. ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკაში ქართული ტაძრისთვის შენობა-ნაგებობის შეძენასა და სულიერებისა და კულტურის ცენტრის დაარსებას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საფას ლოცვა კურთხევით განხორციელდა. ამჯერად ორგანიზატორებმა ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო და ქართული სტუმართმასპინძლობა წარადგინეს. მოკლედ მარხვის დაწყებამდე მათ ქართული სუფრა თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული კერძებით სრულიად გააცნეს მოსულ სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ მასალა სიუჟეტისთვის მოგვეწოდა ოპერატორმა გიორგი მელიქიშვილმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. ნახოთ სიუჟეტი. ვაშინგტონში წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებამ ერთად შეკრიბა როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები, ისე ადგილობრივი საზოგადოება, რომლებიც გაერთიანდნენ იდეის გარშემო რწმენა და კულტურა გვაერთიანებს. ინიციატივის მთავარი მიზანია ვაშინგტონში ქართული ტაძრის აშენება და ქართული კულტურის კერის დაფუძნება, რომელიც მომავალ თაობებს ეროვნულ იდენტობასა და სულიერ ფასეულობებს შეუნარჩუნებს. პროექტი ხორციელდება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა კურთხევითა და სამრევლოს წინამძღვრის დეკანოს პავლე ზაქარაიას ორგანიზებით. საქველმოქმედო საღამოს მღვდელმთავარი ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. მან დალოცა დამსწრე საზოგადოება და მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ერთობას, რომელიც დღეს აქ შედგა, წმენა და კულტურა გვაერთიანებს და მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები არ ვივიწყებთ წმენას და კულტურას და დღევანდელი დღე არის საქველმოქმედო წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სამრევლოში ვაშინგტონში. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში ვქონდეს ჩვენი ტაძარი, ამიტომაც ესეთი ღონისძიებები ხშირად იმართება და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ ღონისძიებაში, ორგანიზატორებს, თითოეულ მომსვლელს, შემომწირვეს და თანამდგომს ჩვენი სამრევლოსთვის. ღვთისმადლი წყალობა გეწეოდეთ და დალოცვილები იყავით, გაიხარეთ. დღევანდელი ღონისძიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის სამრევლო ვცდილობთ რა გავაერთიანოთ ვაშინგტონში, მერილენდში, ვირჯინიაში მყოფი ქართველები და შევქმნათ მათთვის კულტურის ცენტრი, შევიძინოთ ეკლესია და ვფიქრობთ, რომ ასეთი ძირე ღონისძიებებით ჩვენ შევაგროვებთ თანხას იმისათვის, რომ ეს მიზანი განვახორციელოთ. ღონისძიების ფარგლებში ამჯერად ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და ღვინის ფესტივალი გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და დაეგემოვნებინათ მისთვის მახასიათებელი კერძები და ღვინო. როგორც საღამოზე აღინიშნა, ფესტივალში ქართველებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ და აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული კულინარიით, ღვინითა და გამორჩეული სტუმართმოყვარეობით. და მოულოდნელად ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა წელს, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩვენი ქართული კულტურის და სამზარეულოს გასაცნობად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის და ყველაზე განსხვავებული მათთვის იყო რა თქმა უნდა ხინკალი, მეორე ყველაზე პოპულარული იყო ჩაკაფრული და ზოგადად ვთვლი რომ ყველა სამზარეულო, ყველა კახეთია, იმერეთია, მთიულეთია, ყველა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა დღეს და ძალიან მოხარული ვარ რომ
ამდენმა უცხოელმა მოიყარა წელს თავი და გაეცნო ქართულ სამზარეულოს და კულტურას. ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. თამარ მეფის ეკლესია აწყობს ქართული ღვინის და ქართული სამზარეულოს ფესტივალს ვაშინგტონის და ბალტიმორის ქართველებისთვის, ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მარტო ქართველებისთვის, აგრეთვე ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის. მე ჩაბარებული მაქვს ღვინის სარდაფი. განსაკუთრებით ახლა ქართველებმა ჩვენ ვიცით ღვინის ამბავი, მაგრამ მე ჩაბარებული მაქვს რომ უცხოელებს აუხსნა რა არის ქართული ღვინო, ქართული ღვინის ისტორია, რომ ჩვენ ქართული უდიდესი ისტორია და ჩვენ ვთვლით რომ ქართველები რომ ღვინო იწყება საქართველოსდან. ხინკალი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ყველგან. ამით არის საქართველოს ძალიან განთქმული, ხალხს ძალიან მოსწონს, ძალიან ბევრი იყო შეკვეთა. ხალხმა ჯერ დააგემოვნა, შემდეგ კი სახლში წაღებაც ითხოვეს. საქველმოქმედო აქციაში წარმოვადგენ იმერეც, მიუხედავად ისა, რომ არა აჭარელი. დღეს მე მოვამზადე ხაჭაპურები, იმერული ხაჭაპურები და ყველაზე მთავარი ამ საკითხში იყო ის, რომ ამერიკაში ამოვიყვანე სახლში იმერული ყველი და იმერული ყველით მოვამზადე ჩვენი ხაჭაპურები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო ქართველების მხრიდან, არამედ უცხოელების მხრიდანაც. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ქართველები, რადგან ვცდილობთ ყველანაირად გვერდში დაუდგეთ ქართულ ეკლესიას და მოვახერხოთ თანხების მობილიზება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. რომ ქართულმა ეკლესიამ შეძლოს საკუთარი მიწის შეძენა და ქართული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება. მე დღეს ვარ ამ ღონისძიებაზე ჩემ მეუღლესთან ერთად, რომელიც არ გახლავთ ქართველი, ის არის ამერიკელი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქართული კულტურა და დიდი სიამოვნებით შემოგვიერთდა დღეს ღონისძიებაზე და ასევე ამ ღონისძიების ფარგლებში ის დღეს დაუკრავს, იმღერებს ინგლისურ ენაზე. თუმცა ამ ფორმით ის ასევე ცდილობს შემოერთდეს ამ ღონისძიებას და თავისი წვლილი შეიტანოს ამ ქართულ ძალიან კარგ საქმეში. თანდათან ვსწავლობ ქართულს, მაგრამ ჯერ კარგად ვერ ვლაპარაკობ. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და მონაწილე ვარ ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების. მადლობა ამ ეკლესიას და მამა პავლეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის და იმისთვის, რომ მაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგე ქართველ საზოგადოებას. აქ არაჩვეულებრივი ქართული ეზოა მოწყობილი, გემრიელი საჭმელი და ულამაზესი მუსიკა. მიხარია, რომ აქ ვარ. ძალიან კარგი ფესტივალია. მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და მომწონს ქართული სამზარეულო. მე აქ ვარ ჩემს 30 წელზე მეტი ხნის მეგობართან ერთად. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო. ამერიკელი ვარ და ვხედავ, რომ ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და ქართულ კულტურას შორის, მათ შორის მომზადების კულტურა. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ვაშინგტონის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მათი მთავარი მიზანია ტაძრისა და მასთან არსებული კულტურის ცენტრისთვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის შეძენა, რაც ქართულ დიასპორას კიდევ უფრო გააძლიერებს და გაერთიანებს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ დავითიანმა წარმატებით დაასრულა 2025-2026 სასწავლო წელი, რომლის განმავლობაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები გაამხორციელა. წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო პროექტი „წიგნიერი ლიდერი“. სტუმრებთან ერთად სწორედ განვლილ წელსა და წარმატებულ პროექტებზე ვისაუბრებთ და შევაჯამებთ. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე, დავითიანის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქათამაძე და მოხალისე თანაფალისიტატორი ბარბარე სვანაძე. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. მოდით საუბარი დავიწყოთ ბატონი ნიკა, თქვენით აქცენტები გავაკეთოთ წლის განმავლობაში მსოფლიო რელიგიის ისტორიის კუთხით, რა თემები განიხილეთ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით რა პროექტები განხორციელდა და შემდგომ უკვე დეტალურად ჩავშალოთ ამ პროექტების მნიშვნელობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს.
ჩვენ ტრადიციულად გვაქვს რელიგიის ისტორიის სწავლების კურსი, როდესაც დავითიანი დაფუძნდა, აქედან დაწყებული 2007 წლიდან ჩვენ უკვე ამ პროექტებს ვახორციელებთ. თუმცა რელიგიების ისტორიის, მსოფლიო რელიგიების ისტორიის კურსი ცოტა მოგვიანებით დავამატეთ, რადგანაც სურვილი გაჩნდა მოსწავლეებში გამოკითხვის შედეგად, რომ რას დაამატებდით ამ კურსს და მათ აირჩიეს ეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ ჩვენს გვერდში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური მიმდინარეობის ხალხი, ახალგაზრდები და ეს გაუცხოება რომ დაიძლიოს, ამისთვის საჭირო არის რომ ვიცოდეთ როგორც საკუთარი რელიგიის შესახებ, ასევე განსხვავებული რელიგიის შესახებ, რომ უფრო შეგვეძლოს გავარჩიოთ რა არის განსხვავება, რაღაცა შეიძლება საერთოდაც კი ვიპოვოთ, ხო? აი იქნება შეიძლება მოძღვრებაში, ფილოსოფიაში რაღაც იყოს ისეთი გადაკვეთის წერტილები და ეს იმდენად საინტერესოა მოსწავლეებისთვის, რომ მე უფრო კარგად აფასებენ განსხვავებას და თანხმედრას ერთმანეთში. თავიანთი რელიგიის განმტკიცების მიზნითაც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ აქ რო ხედავენ განსხვავება რაშია, რამდენად ფუნდამენტურია ეს საკითხები, აი ამაზე გავაკეთეთ ჩვენც ესეთი თავიდან დაახლოებით 7 წელია ჩვენ ამ მიმართულებითაც ვასწავლით და აი მაგალითად ძირითადი რელიგიური მიმდინარეობები, მსხვილი რელიგიები მაგალითად როგორიც არის ისეთი განსხვავებული ისლამი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, რა თქმა უნდა ჩვენთან სწავლობენ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, კატეხიზმო, ეს ძირითადი საკითხები ქრისტიანული მოძღვრებისა და დამატებითი კურსი გვაქვს. რა თქმა უნდა ეს შემოკლებული კურსია, თითო ლექცია ეთმობა ამას, მაგრამ მაინც საინტერესო არის, იმიტომ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს განსხვავებები და უფრო მეტად შეძლოს აქედან გამომდინარე თავის ანატოლებთან ურთიერთობა. აი მაგალითად დღეს ახლა საზღვრები ფაქტობრივად მოხსნილია, ხო, სოციალური ქსელებით, უამრავი მეგობრები ყავთ, უცხოელები და რაღაც. აი მათთან კომუნიკაციაშიც ეხმარებათ. ეს სხვათა შორის თვითონ ბავშვებისგანაც მოვისმინეთ ჩვენ, რომ მათ გაუადვილდათ ურთიერთობები. ახლა რამე დაპირისპირებები კი არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ ცნობიერება, ცოდნა მოემატათ სხვადასხვა რელიგიების მიმართ და ამით უფრო მეტად გაუმყარდათ თავიანთი რელიგიის მიერ დამოკიდებულება, უფრო მეტად გაიაზრეს, ამაზე არის საუბარი და ჩვენთან სწავლობენ ხოლმე წარმოვიდგინეთ სომხური ეკლესიის წარმომადგენლები, მუსლიმები, იეზიდები, განსხვავებული რელიგიის მოსწავლეები, რომლებიც არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ ჩვენთან პირიქით, იმდენად არიან ჩართულები, რომ ნებისმიერ ღონისძიების დაგეგმვის დროს, აი ერთგულად ბოლომდე ჩვენ გვერდში დგანან. დეკორაციების აწყობა, დაშლა პროცესები თავისთავად რაც პატივისცემას აყალიბებს ერთმანეთის მიმართ. კი ბატონო, აი მე არ მახსოვს ჯერ რომ რაღაცა ესეთი დაპირისპირება მომხდარიყო. პირიქით, ისე მეგობრობენ ერთმანეთში განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური წარმომადგენლები, რომ აი მეგობრები არიან რა, ბავშვობის მეგობრებივით არიან ერთმანეთთან. დიახ, ძალიან სასიამოვნო ამ ყოველფრის მოსმენა თავისთავად. ქეთი, თქვენ რომ გვესაუბროთ პროექტების შესახებ, თუ როგორ ხდება ამ პროექტების დაწერა, ასე ვთქვათ, შემდგომ ამ ყოველფრის გაანალიზება, დამუშავება და განხორციელება. მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა აღნიშნო, რომ დავითიანში პროექტ წიგნიერი ლიდერის ერთ-ერთი მიმართულება არის საკლუბო მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მეორე სემესტრის განმავლობაში აქტიურად ისწავლება პროექტების წერა და განხორციელება. რაც გულისხმობს კონკრეტულად ეს დეტალურად რომ გითხრათ, პირველ რიგში ჩვენ ჩავატარეთ პროექტების წერისა და განხორციელების ტრენინგი, ანუ ჩვენი ლიდერები და თანაფასილიტატორები ყავდა კონკრეტულ ტრენინგზე გავიარეთ რამდენიმე დღიანი სწავლება, სადაც ჩვენმა ლიდერებმა და თანაფასილიტატორებმა შეძლეს უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება, კომპეტენციის გაზრდა, ასე რომ ვთქვათ, და ამის შემდეგ უკვე მე-10 კლასელებთან, ჩვენს სასკოლო კლუბებთან გავიტანეთ ეს თემა, ანუ პროექტების წერა და განხორციელება ვასწავლეთ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სესიებად იყო დაყოფილი კონკრეტულად პროექტების წერა და განხორციელება, ვასწავლეთ თითოეული ეტაპი, როგორ უნდა მოხდეს საპროექტო განაცხადის შევსება, როგორ უნდა მოხდეს მიზნების და ამოცანების დასახვა და შემდეგ მათი განხორციელება. შევისწავლეთ რა რისკები შეიძლება ახლდეს პროექტს და როგორ შეიძლება ამ რისკებისგან თავის დაცვა, ასე ვთქვათ. და ამის შემდეგ უკვე ვიმუშავეთ საპროექტო იდეებზე.
თქვენ როგორც იცით, ჩვენ დაახლოებით 30 სკოლასთან თანამშრომლობთ და 150-მდე მოსწავლე გვყავს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა დღეებზე. საბოლოო ჯამში ჩვენ გვყავს 5 დღის, ესე ვთქვათ, გუნდი და თითოეული გუნდს აქვს თავისი საპროექტო იდეა. ანუ თითოეულმა გუნდმა იმუშავა თავის საპროექტო იდეაზე. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ ხანგრძლივი, ასე რომ ვთქვათ და ამ პროცესში ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ გუნდი შეჯერდა, თითოეული გუნდი ერთ საპროექტო იდეაზე და ჩვენ განვახორციელეთ წლის ბოლოს 5 საპროექტო იდეა, რომელიც იყო სწორედ მე-10 კლასელების მიერ ინიცირებული და სწორედ მათი ინიციატივითაც და ჩართულობით განხორციელდა. ძალიან საინტერესო იქნება ამ იდეების მოსმენის შესახებ, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას. კი, გაგაცნობთ აუცილებლად. მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ განხორციელებული იდეებით ჩვენს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ის ცოდნა, რაც მიიღეს თეორიაში, რეალურად გამოეცადათ პრაქტიკაში და ენახათ რეალურად როგორ ხდება პროექტის განხორციელება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული გამოცდილება და მათი დავითიანში ყოფნის პერიოდში და რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, როგორც აღვნიშნე, 5 სხვადასხვა პროექტი იყო. ეს პროექტები იყო გაიწაფე მხატვრულ კითხვაში, მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც მივიღეთ, ასე რომ ვთქვათ, ვიდეოები სხვადასხვა მონაწილეებისგან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ ჩართულიყვნენ ამ პროექტში. შემდეგ მოხდა მასტერ-კლასის ტიპის შეხვედრა, ყავდა მოწვეული სტუმარი, რომელმაც მოისმინა ჩვენი მონაწილეების მხატვრულად კითხვა, გაიცა რეკომენდაციები და ამის შემდეგ უკვე მოხდა ვიდეოების ჩაწერა, სადაც ჩვენმა მონაწილეებმა გაითვალისწინეს რეკომენდაციები, გქონდა Facebook-ზე განთავსებული ვიდეოები და იყო შესაბამისად კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ისევ და ისევ მხატვრული კითხვის პოპულარიზაციას, რომ ახალგაზრდებს თავიანთი საკუთარი თვალით ენახათ, ჩვენთან ეს პროცესები და დაინტერესება გაზრდილიყო და შემდეგ უკვე გქონდა შემაჯამებული დახურვა, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა მონაწილე კონკურსანტი, მოეწყო ღონისძიება და დასაჩუქრდნენ, ასე რომ ვთქვათ, სიგელებითა და მცირე სამახსოვრო საჩუქრებით. ბარბარე არის ჩვენთან, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში თავად ჩართული იყო ამ პროექტებში, როგორც მოსწავლის სახით და შემდგომ გაიმალა, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია, თანაფასილიტატორი არის ახლა უკვე ამ ამპლუაში წარმოდგენილი. თავდაპირველად ბარბარე, მოდი გითხარ, თუ რა მოგცა დავითიანმა და როგორ განვითარდა შემდგომ შენი ურთიერთობა შენს თანატოლებთან, მათთვის გაზიარება იმ ცოდნის, ვთქვათ, რაც აქ დააგროვე და რამდენად დაინტერესდნენ თავად, რომ ყოფილიყვნენ ამ პროექტების თანამონაწილეები, ასე ვთქვათ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დავითიანში უკვე წლებია ვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას და ყველაფერი დავიწყე მე-10 კლასში, როდესაც მე გავიადრე ეს წიგნელი ლიდერის პროექტი 1 წლის განმავლობაში და ვსწავლობდი სხვადასხვა რაღაცებს, რაც დღესაც ძალიან მადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ დავამთავრე ლიდერთა აკადემია, სადაც 1 წლის განმავლობაში გვიტარდებოდა ტრენინგები, როგორც არის მაგალითად სწორი კომუნიკაცია, გუნდურობა, სხვადასხვა სახის ანალიზები, სვოტის ანალიზი, პრობლემის ხე და ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე. ამის შემდეგ გვქონდა ერთკვირიანი ტრენინგები ბაკურიანში, რომელსაც 2 ფასილიტატორი უძღვებოდა და მათ გვასწავლეს უშუალოდ როგორ უნდა გავხდეთ კარგი ფასილიტატორები, როგორ უნდა შევიდეთ თითოეულ ბავშვთან კონტაქტში, როგორ ვიპოვოთ საერთო ენა მათთან, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა თავისუფლად იგრძნობს თავს და ასევე გვქონდა სიმულაციები. ამის შემდეგ კი უკვე დაიწყო წლევანდელი წელი, სადაც ვიყავი თანაფასილიტატორი და ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე, რადგან პირველად ვიყავი უშუალოდ ლიდერის და არა მსმენელის პოზიციაზე თავიდან ძალიან ნერვულობდი, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ნერვულობა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ყველაფრისთვის მზად ვიყავი და დავითიანმა ამისთვის მომაზადა. თანაფასილიტატორის ფუნქცია მოვალეობებიც რომ კარგად ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, თუ რას მოიცავს. თანაფასილიტატორი როცა ვიყავი ამ 1 წლის განმავლობაში, ბავშვებთან შევიდოდი კონტაქტში, მათ ვასწავლდი კომუნიკაციას და ეს ჯგუფი შევკარით, ასე ვთქვათ, გუნდად. პირველი სესიიდან ძალიან მარტივად დამეგობრდნენ ბავშვები ერთმანეთთან და ვუზიარებდი იმ ცოდნას, რაც მე აი ამ წლების განმავლობაში დავითიანში დავაგროვე.
ასევე ვიმუშავეთ პროექტზე, რაც ქეთი მახსენა და ნუ აი ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ყველაფერს სწავლობდნენ ბავშვები, კომუნიკაციას, გუნდურობას, პროექტის დაწერას და ამის განხორციელებას. რამდენად არიან დაინტერესებულები ახალგაზრდები რომ ჩაერთონ ამ პროექტში და შემოუერთდნენ ამ დიდ გუნდს? ფიქრობ რომ ძალიან დაინტერესებულები არიან, რადგან აი უკვე თუნდაც დახურვის ცერემონიაზე მე-9 კლასელები მოყავდათ და ისინიც უკვე ელოდებიან შემდეგი წლის დაწყებას, რომ უშუალოდ ჩაერთონ ამ პროექტში. ასევე ბავშვები, ვისაც ვასწავლდი, მათაც მითხრეს, რომ აი შემდეგ წელს თუ ვიქნებოდი დავითიანში და რო ვკითხე, რატომ მეკითხებოდნენ ამას, მითხრეს, რომ მათაც უნდათ ჩემთან ერთად სესიების ჩატარება და თანაფასილიტატორი რო გამხდარიყვნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ასე ვთქვათ, ბავშვები ყოველთვის ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც მეტ გამოცდილებას და ცოდნას დააგროვებენ, თუნდაც პროექტის დაწერას. დიახ, ნიკა, რომ აღნიშნოთ, თქვათ, თუ როგორ მოხდა ასევე დაჯილდოება, როგორ წარიმართა ეს პროცესი, ვინ გამოვლინდა გამარჯვებული და რაში გამოვლინდა, ასე ვთქვათ. ზოგადად ძალიან ამაღელვებელია დახურვის ცერემონია, იმიტომ რომ ეს ბავშვები, რომლებიც ერთი წელი ჩვენი მეგობრები არიან, თან ვიცით რომ ესენი უკვე ისე აქტიურად ვეღარ ივლიან ჩვენთან, თუმცა ჩვენ ვაგზელებთ მათთან ურთიერთობას ჩვენი მხრიდან გვაქვს შეთავაზება ლიდერთა აკადემიის მიმართულებით და ვისაც აქვს ამისთვის დრო და შესაძლებლობა რომ ჩაერთოს ამ პროექტში, ერთი წელი კიდევ არიან ჩვენთან და ჩვენი ესეთი უფრო ახლო ურთიერთობა და მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერდება. როგორც აღნიშნე, ძალიან სახალისოა ეს დაჯილდოების ცერემონიალი, გვაქვს ბოლო ზარი, თეთრი პერანგები, წარწერები სამახსოვრო და ასე შემდეგ და რაც შეეხება გამარჯვებულებს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამი მიმართულებით. პირველი, აი ქეთის მიმართულება, რაც არის საკლუბო მიმართულება, მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე საკლუბო პროექტს, სასკოლო პროექტს ახორციელებენ, ამაში იღებენ განსაზღვრულ ქულებს და ამ ქულების ჯამის მიხედვით ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. რაც შეეხება სასწავლო მიმართულებაში, აქ ორი მიმართულება არის ასე ჩაშლილი. ერთი არის გუნდური გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ ინტელექტუალური კონკურსის მიხედვით, ანუ ვიქტორინის სახით. და გუნდი იმარჯვებს, ну, ვინც უფრო მეტ ქულას დააგროვებს, აი ესეთი გუნდური თამაშის მიხედვით. და ასევე თუ გუნდურად არ გაუმართლა, იქნებ ვერ შეძლო გუნდმა მობილიზება, ინდივიდუალურად აქვს გამარჯვების მოპოვების შანსი ტესტირებების საფუძველზე. ანუ ის საკითხები, რაც ჩვენთან გაიარეს, ტესტირება უნდა დააწერონ, უმაღლესი ქულები მოიპოვებენ გამარჯვებას. ჩვენ წელს ორი სკოლა ყავს გამარჯვებული საკლუბო მიმართულებაში 115 საჯარო სკოლა, სასწავლო მიმართულებაში 59 საჯარო სკოლა და ინდივიდუალური მიმართულებით რამდენიმე სკოლის მოსწავლემ, 5 მოსწავლემ გაიმარჯვა, სხვადასხვა სკოლიდან 99-55 სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც მოიპოვეს ტაო კლარჯეთის სამდღიანი საგზური და აი სულ მალე უახლოეს დღეებში ჩვენ ვიმოგზაურებთ ჩვენს ძველ საქართველოში, ისტორიულ საქართველოში. ნიკა, რომ შევაჯამოთ 2025 და 2026 წელი რა მისცა დავითიანმა ახალგაზრდებს და რა თქმა უნდა საომავლო გეგმების შესახებ უნდა გითხოთ. დავითიანმა 2025-2026 წელს ძალიან დიდი შესაძლებლობები მისცა როგორც განვლილ წელს, მაგრამ წელს იყო სიახლე ის რომ ჩვენ უფრო გაფართოებული გუნდით შევხვდით ახალგაზრდებს, უფრო მეტი რესურსი, ადამიანური რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი მოსწავლეები უფრო წარმატებულები ყოფილიყვნენ. აი აქ ახსენეს პროექტების წერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ახლა დაწერილი პროექტი, რომელიც დაწერეს, გაანახორციელეს და დაამთავრდა. ეს არის მათი მომავალის პირველი ნაბიჯები. შესაბამისად, ახლა დღეს ძალიან ხშირად არის, ხო, უამრავი პროექტი ცხადდება სახელმწიფოდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ თუ პროექტის წერა არ იცის, ის ვერ დაწერს ამ პროექტს, ხო? აი პირველი ნაბიჯები გადადგეს. ძალიან ბევრი უნარი გამოიმუშავეს. რომელიც რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდება ლიდერთა აკადემიაში და შემდეგ უკვე უნივერსიტეტებში და ცხოვრებაში გამოადგებათ, ხო? ეს ნათელი მაგალითი დღეს აქ ბარბარე არის ჩვენთან წარმოდგენილი, მაგრამ ძალიან ბევრი ასეთი ბარბარე ყავს, რომელმაც გაიარა ჩვენი კურსი და ბევრ დიდ წარმატებას მიაღწია. სამომავლო გეგმებს შეეხება ჩვენ ზოგადად ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, ჩვენი ჯგუფი და გუნდი ერთობლივად მუშაობთ ამაზე, არ არის ესე რომ ვიღაცას მოუნდეს და განხორციელდეს, არა. ვიტყვით ერთს, ვიღაცა იტყვის მეორეს, მესამეს და მე მთელი გუნდი ამაზე ვმუშაობთ. სამომავლო გეგმებში რა თქმა უნდა
ისევ წიგნერი ლიდერი გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ის პროექტები, რომელიც განვახორციელეთ, კიდევ უფრო მეტად უნდა დავტვირთოთ, უფრო უნდა გავფართოვდეთ, 30 სკოლამდე არიან ჩართულები წელს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს გაიზარდოს, იმიტომ რომ მოთხოვნაც იზრდება. მოგეხსენებათ, რომ ასე ხელმისაწვდომი უფასოდ ასეთი პროექტები არ არის, ასეთი შესაძლებლობები არ აქვს და ფუფუნებაც არ აქვს იმისი, რომ ფინანსურად ძლიერი იყოს ჩვენი ქვეყანა, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს ასეთ პროექტებში ჩართვა. თუმცა უფასო იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა ხარისხის მიხედვით რაღაც ცოტა დაბალ ხარისხიანი არის. ვინც თვალყურს ადევნებს თქვენი ორგანიზაციის მუშაობას, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად იციან თუ რა ხარისხზე არის საუბარი. აი უფასოს რო გებულობენ, ნახა, რადგან უფასო ესე არ არის, ჩვენ აქ ვდებთ უზარმაზარ რესურსებს. სხვათა შორის ეს ყველაფერი დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ, უფასო უბრალოდ არის მათთვის, ვინც ღებულობს ამას თორე. ამაში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და განსაკუთრებით ადამიანური რესურსი და მე მინდა აქვე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენს საყვარელ პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც უშუალოდ მისი მეთაურობით დაიწყო ეს ყველაფერი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი ახალი პატრიარქი უწმინდესი შიო მესამე მინდა ვახსენო, რომ ისიც გვერდში გვიდგას ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ადრეც ქონია მეუფეობის პერიოდში შეხვედრა და ხარდაჭერა მივიღეთ მისგანაც და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ასევე მე მინდა ჩვენი ხელმძღვანელი კოტეს ვანაძე და მთელი გუნდი მადლობა უთხრა ყველას აი ერთობისთვის, რომელიც ჩვენთან არის და ეს ერთობა ქმნის მე იმ პროდუქტს, იმ შედეგს, რომელიც აისახება ხოლმე ჩვენს ბავშვებზე. ძალიან დიდი მადლობა ამ დიდი საქმისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და დიდი მადლობა მოგზაურებისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ გადაცემაში. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე, დავითიანის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქათამაძე და მოხალისე თანაფალისიტატორი ბარბარე სვანაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს და შაბათ კვირას გისურვებთ. ორშაბათამდე.